მაიას და ბუკას ნათქვამს მინდა შევერთდე და დავუდასტურო აბსოლუტურად, რომ ეს ხელის შეშლები არაფერი კავშირი გავლენასთან არ ქონია და ქართული სახელმწიფოს მიმართ როგორც ასეთის ამას კითხვები არ გაუჩენია. ბუკამ აბსოლუტურად სწორედ თქვა და ეს არის მთავარი კონტექსტი, რომ როდესაც ამბობდნენ რომ რაღაც X მოქმედების ჩატარებას თქვა დოკუმენტის თარგმნას ამ შემთხვევაში და ამას მნიშვნელობა არ აქვს, ესეთი მოქმედებები ბევრია. ჭირდებოდა 15 თვე, 17 თვე, რაღაცას 11 თვე და რაღაცას 22 თვე შეიძლება, მერე ხდება მოვლენები სამყაროში, რომელიც ამას აჩქარებს. საქართველოს ამ პროცესში თანამონაწილეობის ინტეგრირების და საბოლოო ჯამში წევრობის დაჩქარება ეს არ არის დამოკიდებული მხოლოდ იმაზე, რა ტემპით ვიმუშავებთ ჩვენ. და არ მინდა ვინმეს საერთოდ ეს რაღაცა ილუზია ქონდეს, რომ აი რაღაცას ხელი დააკლო საგარეო საქმეთა სამინისტრომ ან რომელიმე სამინისტრომ. ეხლა აქ საგარეო გასაგებია, რომ პირდაპირ ინსტრუმენტია და ბუკას სამინისტრო, მაგრამ საბოლოო ჯამში ყველა უწყების მუშაობით ფასდება შედეგი, ხო, რომელიც დგება. და ეს არანაირ კავშირში ერთმანეთთან არ არის. სწორია აბსოლუტურად მალაზიური თვითმფრინავის ჩამოგდების ისტორია შესაძლებელია დღეს ყოველ შემთხვევაში ასე ჩანს, რომ დაახლოებით იმავე მასშტაბის მოვლენად იქცეს, რაც იყო თავის დროზე სამხრეთ კორეული თვითმფრინავის ჩამოგდება, რომელიც შემდეგაც დაიშალა საბჭოთა კავშირი. ეს ახდება ისეთი მოვლენები, რომელიც შემდეგ პროცესებს არ მხოლოდ ელფერს უცვლის, არამედ უცვლის დინამიკასაც. ამიტომ რა თქმა უნდა ეს არ ნიშნავს, რომ ხა ჩვენ თუ გულზახელები დავიწყეთ და თოფებით დავერიოთ ერთმანეთს, ეს დინამიკა პოზიტიური იქნება ჩვენთვის, მაგრამ იმ პროცესში, რომელიც ქვეყანაში მიმდინარეობს, ბუნებრივია, რომ თავარი ფაქტორი დღეს უკვე არის ის, რა მოხდება გლობალურად და არა ის, როგორ მოიქცევა კონკრეტული სამინისტროს კონკრეტული ჩინოვნიკი, იმიტომ რომ ჩვენ ყველა დოკუმენტის მიხედვით არ არსებობს არც ერთი ქაღალდი შექმნილი საერთაშორისო დონეზე, რომელიც რაიმე ხინჯს, ხარვეს, პრობლემას იმ ტიპის, რაც ამ ინტეგრაციას შეაფერხებდა, ხელს შეუცვლიდა, გადადებდა, გაწელავდა, ამაზე მიანიშნებდეს. არა თუ ამბობდეს, არამედ მიანიშნებდეს თუნდაც. ამიტომ დღეს ჩვენ ვართ ამ გლობალური კონტექსტის ნაწილი, რომელიც ან გაგვიჩენს უფრო სწრაფ და პოზიტიურ დინამიკას, ან იმ პროცესში ვიქნებით, რომელშიც ვართ და საბოლოო ჯამში მაინც ერთ და იმავე შედეგამდე მივალთ და ეს დროის ამბავია, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ დღეს განსაკუთრებული პროცესი დაიწყო მსოფლიოში და ეს ჩვენზეც ბუნებრივია ისახება პოზიტიურად.